ისევ ღმერთს მიწერე ხომ? ვითომ რატომ უნდა მიმეწერა ღმერთისთვის? იმიტომ რომ სიმარტოვე ნაკლებად გეგრძნო. მერე ვისთან, იმასთან, ვინც არც კი არსებობს? გააკეთე ისე, რომ მან შენთვის იარსებოს. ხო და შენ აარსება. ყოველ ჯერზე, როცა იწამების უფრო და უფრო დიდხანს იარსებებს. თუ გულს არ აიცრუებ, ის მარადიული გახდება. მაშინ ღმერთი სიკეთეს მოგიტანს. მაშინ ღმერთი შვებას მოგვრის. მაშინ გახდება ის, ვისაც შეიძლება და ამდენი ხანი მეგობრის ნატრვა ყოფილიყო. უბრალოდ ელაპარაკე. უბრალოდ ისუნთქე მისით. რა უნდა მივწერო? როგორ უნდა მივწერო? მე ხომ მხოლოდ ფიქრები და ცოცხალი ქმედებებით შემიძლია მასთან დაახლოება. გაუმხილე შენი აზრები, რომელთა გამოთქმა ხმამაღლა ვერ გადაგიწყვეტია. აზრები, რომლებიც გამძიმებს და ვერ მოგიცილებია. აზრები, რომლებსაც ერთ ადგილას გაუქვავები ხარ და ბოჭავენ და განძრევის საშუალებას არ გაძლევენ. სხვა ფიქრებს ერეკებიან და გალპობენ. პირშილ წყალს თუ დაიგუბებ, მოძველებული აზროვნების მყრალ სანაგვედ იქცევი. კი, მაგრამ როგორ? შენთვის ყველაფერი მარტივია. ჯერა ამასაც გაუმკლავდები და შეძლებ. არჩევანი ახლა უკვე ჩემზეა, ხომ? მყრალ სანაგვედ თუ არ გინაყოფნა, ნამდვილად. ვერ ვყვირი, ვერ ვამტვრევ სტერეოტიპებს, ვერ ვაკეთებ, რომ სიძლიერე ვიპოვო ჩემში, ვერ ვერევი და ვერ ვაკეთებ იმას, რასაც სხვები ერთი ხელის მოსმით აკეთებენ. გონიათ, რომ გულახდილები არიან, მე კი მათ სიყალბეში ვამხელ და ამ დროს ჩაქოლვაც არ ამცდება. ყოველთვის ვხედავ სიმართლეს, მათ კი უნდათ, რომ ჩუმად ვიყო, სავალდებულოსაც კი ხდიან ამას. შეიძლება არც არიან, მაგრამ შენს ვერში უკვე დარწმუნებული ხარ. მე ვერ გავაკეთებ და დიახ, სწორად ამაში ვარ დარწმუნებული. ვერ კი არა, არ გააკეთებ. ასეთი უკიდურესობა არ შეიძლება. უსარგებლო ნივთად გაქცევ შენი ცხოვრება. გახდები ადამიანი, რომელმაც თავისი თავი ვერ შეისწავლა, ადამიანი, რომელმაც მხოლოდ იმით დაასრულა სიცოცხლე, რომ თავთან კონტროლი არ შეეძლო. მე კონტროლირებადი ვარ. შეიძლება ითქვას ზედმეტადაც კი. რაში გამოიხატება? ადამიანებისგან შორს ყოფნას ეძახი შენ კონტროლს? მათი გრძნობების და ემოციების დაბლოკვას, მათ გულახდილ ქმედებაში ეჭვის პოვნას ეძახი კონტროლს? უკიდურესობაში ხარ. არა, არ ვაძლევ მათ ჩემი სულის დაზიანების უფლებას. ახლოს ყოფნის სულს ზიანს აყენებენ. იმაზე მეტად ვიდრე ეს შენ გგონია. მე არ მგონია ეს სხვა საქმე. მე რა მგონია ეს სხვა საქმეა. მე მაინტერესებს რა არის ნამდვილად. რა იგულისხმება შენს მრავლის მეტყვა სიტყვა კონტროლში. რას ან ვის აკონტროლებ ასე გულდასმით? სიმართლე გაინტერესებს ხომ? საკუთარ თავს. არავის ვუშვებ ჩემს სიახლოვეს, იმიტომ კი არა რომ მეშინია. არა, არამედ იმიტომ რომ საკუთარი ემოციებს და გრძნობებს ვაკონტროლებ. იმიტომ რომ არ მინდა ვინმე დამიზიანოს გული, რომელიც ცუდად აღზარდეს, სული, რომელიც დიდი ძალისხმევის შედეგებით სწორგზას ადგას და არ მინდა ნამდვილად ამ გზიდან რომ გადავიდეს და რაც არ უნდა მოვინდომო, ვიცი მე ამ ყველაფერს ვერ შევცვლი. რომ ჩავებღაუჭო იმას, რაც მჭირდება და რაც აუცილებელია. ბლოკავ ყველაფერ კარგს და მაინც ვერ ხვდები, რა სარგებლობა მოაქვს ამას შენთვის. სიმართლის გეშინია. არა, არაფრის არ მეშინია, თუმცა კი შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ არ ვამჟღავნებ. არ გამომაქვს სააშკაროზე ჩემი გრძნობები, ჩემი გულახდილი ფიქრები და ემოციები. აი რას ვეძახი დაბლოკვას და შენარჩუნებად ჩემში ყველა გულახდილი ემოციისა. მე გიცნობ, მე ყველაფერს ვხვდები, მე ვერ დამიმალავ, გეტყვი ცუდია, დაფიქრდი. ძნელია იფიქრო იმაზე, რომ ცუდია, როცა თავს კომფორტულად ვგრძნობ ამ ამპულაში. თავი შეისწავლი და დაფიქრდი კარგად. ახლა კი დროა დაისვენო. დაისვენო ამ ფიქრებისგან. იცი რა იქნება ყველაზე კარგი? მოусმინე კლასიკას. მოусმინე ისე, რომ შენი თავი დაიწყო. მიეცი თავს სიგიჟის უფლება. მიეცი უფლება გააკეთოს ის, რაც ამდენი ხანია სურს და დამიჯერე არ ინანებ. იგრძნის სულიდან გულამდე მუსიკა მიყევი როიალის კლავიშებს და ის დაგანახებს სამყაროს სილამაზის უამრავ წერტილს. დაგანახებს, რომ ყველაფერი, რასაც აქამდე პესიმისტის თვალით აღბეჭდავდი ილუზია და ერთი საწყალი ქალის წარმოდგენა იყო ამ ქვეყნიურ ცხოვრებაზე. მერე ნელ-ნელა რხევა დაიწყე, ისე რომ არავის იმსხვერპლო. 1, 2, 3, დაითვალ და თვალები უმოძრაოდ დახუჭე. ჩაისუნთქე იასამნისფერი გამაშეშებელი ცეცხლის ალი და წამსვე ყველაფერი გალამაზდება. წამსვე ყველაფერი გაღიავდება შენს ირგვლივ. წარმოიდგინე ბევრი სიმწვანე,
ბევრი სიწითლე და რა თქმა უნდა ჭარბიც ის ფერი. ის ხომ ასე სწრაფად გვაახლოებს ღმერთთან. მუსიკა ჟარგონულად დამთავრდება. მერე კი გააქვს უფლება თვალები გაახილო, სუნთქვა გააფერადო და მაშინ კი მიხვდები, რომ ყველაფერი გართულე მარტივი. არაჯანსაღი სუნთქვით და მოძრაობით გააჯერე. აი მაშინ კი მიხვდები, რომ უნდა წახვიდე ამ დამტვერილი პარკეთ ჩაწვენილი ოთახიდან და ყველაფერი ახლიდან დაიწყო. ძველი შეცდომები გამოასწორო და ხალხს დაენახო. მე ხომ ბედნიერი ვარ, გეჩვენება. ილუზიებისგან განთავისუფლდი, იფიქრე გახსნილი გონებით, იფიქრე იმაზე, რომ არის კიდევ ერთი, რაც მოგვარებას საჭიროებს, ერთი, რასაც უნდა იმის უფლება იყოს თავისუფალი, ერთი, რაც უნდა გამოჯანმრთელდეს, ერთი, რამაც უნდა გაიმარჯოს და იყოს თავისუფლად ბედნიერი. რა არის საჭირო? ცოტა ვისკი, ნელი ტანგო და პარტნიორი, რომელიც შეგივსებს ცხოვრებას. მე ხომ გაჩუმდი. სათქმელი არაფერი გავს, გარდა იმისა, რომ მე მოვიგე დღეს. ცოტა სუფთა ჰაერი მჭირდება. რამდენსაც თქვენ ისურვებთ, სანამ წახვალ ერთი რამ შეიძლება გითხრა, ოღონდ დამბირდი რომ მიფიქრებ ამაზე, კარგი? გვირდები. იცი ღმერთმა ადამიანი როცა შექმნა რამდენი რამ ჩადო მასში? ვიცი, მაგრამ შენგან მაინტერესებს და გისმენ. ნუ ბრაზობ. არც მიფიქრია, უბრალოდ მეფიქრება ჩემდაუნებურად. ღმერთმა ადამიანის შექმნისთვის გამოიყენა ცოტა სიყვარული, ცოტაოდენი რწმენა და იმედი, რომლის განვითარებისა და გამდიდრების უფლება ადამიანს დაუტოვა. ჩვენ კი ვალდებულები ვართ ეს მისია შევასრულოთ. იმისთვის კი არა, რომ ღმერთს ვცეთ პატივი, ეს ისედაც მოიაზრება, არამედ ჩვენივე ბედნიერებისთვის უნდა გავაკეთოთ ეს. შენი აზრით რა არის სიყვარული? სიყვარული ბავშვითაა. გულუბრყვილო და სათუთია, ფაქიზი, ნაზი, მუდამ აღტაცების მომგვრელი და მუდამ სიამაყით მოსიარულე. სიყვარული ფიქრია ყოველგვარი ამპარტავნების და ქედმაღლობის გარეშე. მას არ ძალუძს ბობოქრობა, არ ზვაობს, იძახის მხოლოდ სიმართლეს და გულახდილია ყველა სისპეტაკის წინაშე. რწმენაზე და იმეზე რას მეტყოდი? სადაც სიყვარულია, იქ ყოველთვის არ რწმენა და იმედი. იმედიც იქვეა, სადაც რწმენა და ამიტომ ვერ პოულობ ყველაფერს ერთად. მოცდაა საჭირო. ახლა კი მიხვდი, რაც მინდოდა მეთქვა, შეგიძლია გაისეირნო.